ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი გამოცდა ნომერი 3. ჩამოთვლით რომელია ვექტორული სიდიდეო, გვეკითხებიან და ესენი არის იმპულსი, დენის ძალა და სიჩქარე. ხო, ახლა თუ გაითვალისწინებთ ჩვენ იმპულსის განმარტებას, იმპულსი ეს არის P უდრის mv-ს. იმპულსის განმარტებით არის ვექტორი, რადგანაც ხასიათდება როგორც c-ით ასევე მიმართულებით და როგორც ხედავთ, იმპულსში თავის მხრივ შედის სიჩქარეც. ხოლო წინ სიჩქარის წინ გვაქვს სკალარული სიდიდე, მასა. შესაბამისად, სიჩქარის ვექტორულობა თავის მხრივ განაპირობებს იმპულსის ვექტორულობას. ასე რომ, პირველი, რა თქმა უნდა, იმპულსი ვექტორული სიდიდეა და მესამეც, რა თქმა უნდა, სიჩქარის ვექტორული სიდიდეა. ხო, რაც შეეხება დენის ძალას. დენის ძალა განიმარტება როგორც I ტოლი არის Q შეფარდებული ტესთან, ესე იგი, დროის ერთეულში განიკვეთში, გამტარის განიკვეთში რა რაოდენობის მუხტი გადის, ვიჩვენებს დენის ძალა, შესაბამისად, რადგანაც აქ მხოლოდ რაოდენობაზე არის საუბარი და დენის ძალა რაოდენობრივად ახასიათებს სწორედ იმ ფაქტს, თუ რამდენი მუხტი გაედინება გამტარის განიკვეთში დროის ერთეულში, შესაბამისად, დენის ძალის ვექტორულობაზე ვერ ვისაუბრებთ. შესაბამისად, მეორე ვარიანტი დენის ძალა არ წარმოადგენს ვექტორულ სიდიდეებს და პასუხი არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი და მესამე. პასუხი G.